91 ამოცანა. რამდენით შეიცვლება წყლის ყოველი მოლეკულის ენერგია, თუ წყალს გავათბობთ 1 გრადუსით. წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს თქვათ m მასის წყალი. და ავდგეთ და 1 გრადუსით გავათბობთ. ესე იგი, რამდენი სითბო უნდა გადავცეთ? ესე იგი, c წყლისა m დელტა t. ესე იგი, დელტა t არის ესე იგი 1 გრადუსის ტოლი. ხო, ეხლა ჩვენ უნდა ვნახოთ კიდე m მასის წყალში რამდენი ცალი მოლეკულა არის. ამისათვის შეგვიძლია ვისარგებლოთ ფორმულით, ნივთიერებათა რაოდენობის ფორმულით. m-ი რო გავყოთ μ-ზე, ეს უდრის n შეფარდებული n ავოგადროს რიცხვს, სადაც μ არის მოლური მასა, რომელიც არის წყლის შემთხვევაში, წყლის ფორმულა არის H2O, ესე იგი, ფარდობითი მასები ატომურ ერთეულებში გამოვა O-ი არის 16, H-ის 1 და მაგრამ 2 ცალი არის, 2 ატომია, 2 + 16 18. ესე იგი 18 10 - 3 ხარისხად კილოგრამი მოლზე. ამიტომ ესე იგი n იქნება ავოგადროს რიცხვი გამრავლებული m μ-ზე. ეხლა q რო შევაფარდოთ n-ზე, ამით მივიღებთ 1 ცალი მოლეკულის ენერგია რამდენით გაიზრდება. ეს იქნება c წყლისა m დელტა t, ხოლო n არის, როგორც ვნახეთ, ავოგადროს რიცხვი m შეფარდებული μ-ზე. m-ები გაიკვეცება და აქედან გამომდინარე q შეფარდებული n-ზე იქნება c წყლისა μ-ზე დელტა t-ზე და შეფარდებული ავოგადროს რიცხვზე. 92 ამოცანა. რამდენით შეიცვლება წყლის ყოველი მოლეკულის ენერგია, თუ დუღილის ტემპერატურამდე მიყვანილ წყალს გადავაქცევთ იმავე ტემპერატურის ორთქლად. აქ ანალოგიურად, ესე იგი, თქვათ, გვაქვს m მასის წყალი, რომელიც დუღილის ტემპერატურაზე არის, ესე იგი, უკვე 100 გრადუსზე არის მიყვანილი. მაშინ ის რომ ორთქლად ვაქციოთ, უნდა გადავცეთ სითბოს რაოდენობა q არის lm. როგორც უკვე ვიცით წინა ამოცანიდან, m ეს არის შეგვიძლია გამოვსახოთ როგორც ესე იგი m შეფარდებული μ-ზე ვიცით რომ არის n შეფარდებული na-ზე, აქედან n შეიძლება ვიპოვოთ როგორც na შეფარდებული m μ-ზე და q რო გავყოთ ესე იგი ამ n-ზე, ამით გავიგებთ უკვე ერთი მოლეკულის მასა რამდენით შეიცვალა. ესე იგი l m შეფარდებული ავოგადროს რიცხვზე m μ-ზე, m-ები იკვეცება და გვექნება l გამრავლებული μ-ზე ავოგადროს რიცხვთან შეფარდებული. ეს არის პასუხი. 93 ამოცანა. რა სიმაღლეზე შეიძლება 1 კილოგრამი მასის ტვირთის აწევა იმ ენერგიის ხარჯზე, რომელსაც იძლევა 1 ჭიქა 200 გრამი წყალი, ადუღებული წყალი 100 გრადუსიდან 0 გრადუსამდე გაციებისას. ესე იგი, გვაქვს 1 კილოგრამი მასის ტვირთი, ესე იგი m ტვირთის არის 1 კილოგრამი და გვაქვს ესე იგი წყალი, რომლის მასა არის 240 გრამი, ანუ 0,24 გრამი. და ეს წყალი უნდა გავაციოთ. t პირველი არის 100 გრადუს ცელსიუსიდან, t2 არის 0 გრადუს ცელსიუსამდე და რა სიმაღლეზე შევძლებთ ამ ენერგიის ხარჯზე აი ამ 1 კილოგრამი მასის ტვირთის აწევას. ეხლა თუ გვაქვს ჩვენ 240 გრამი წყალი, 100 გრადუსიდან 20 გრადუსამდე გაციებისას მის მიერ გამოყოფილი სითბო იქნება c წყლისა m წყლისა
100 მინუს 0. ნუ ეს არის C წყლისა, M წყლისა 100-ზე. აი ეს ენერგია, ეს Q, იგულისხმება, რომ მთლიანად გადავიდა პოტენციურ ენერგიაში, ნუ mg/h ენერგიაში. აქედან h-ი ტოლი იქნება ეს Q შეფარდებული mg-ზე, სადაც m არის ტვირთის მასა. ესე იგი C წყლისა m წყლისაზე 100-ზე შეფარდებული m ტვირთისა g-ზე. აი ეს არის პასუხი. 94 ამოცანა. რა სიმაღლიდან უნდა ჩამოვარდეს 0 გრადუს ცელსიუსი ტემპერატურის სეტყვა, რომ მიწაზე დაცემისას მთლიანად გადნეს. ჰაერის წინააღმდეგობას ხედულობაში ნუ მიიღებთ. ნუ წარმოვიდგინოთ, რომ სეტყვა იყო რაღაცა h სიმაღლეზე და მისი მასა იყო m, მაშინ მას ექნებოდა ენერგია, აი თქვათ რაღაც h სიმაღლეზე იყო, მისი ენერგია იქნებოდა mg/h. ეხლა ეს სეტყვა, რომ 0 გრადუსიანი სეტყვა, რომ მთლიანად გადნეს, მან უნდა მიიღოს სითბოს რაოდენობა ლამბდა m. ამიტომ დაიწერება mg/h უდრის ლამბდა m-ზე, m-ები გაიკვეცება და h-ი იქნება ლამბდა შეფარდებული g-სთან. 3.95 ამოცანა. რა სიმაღლიდან ჩამოვარდა 100 გრამი მასის ბურთი, თუ მიწაზე დაცემის შემდეგ 7 მეტრზე ახტა და ამ დროს გამოიყო 3 ჯოულის სითბოს რაოდენობა. ნუ გვაქვს მასა, რომ რაღაცა ბურთის, რომლის მასა არის 100 გრამი, ანუ 0.1 კილოგრამი და რაღაც სიმაღლიდან ჩამოვარდა და მერე ახტა h2 უდრის ესე იგი 7 მეტრ სიმაღლეზე. და ამ დროს გამოიყოს სითბოს რაოდენობა, რომელიც არის 3 ჯოული. და რა სიმაღლიდან ჩამოვარდაო? h-ი არის კითხვის ნიშანი. ნუ ხლა აქ სიტუაცია ესეთი არის, რომ თავიდან იყო რაღაცა h-დით სიმაღლეზე, ამ დროს ჰქონდა ენერგია უდრის mg/h-ს, მერე რომ ჩამოვარდა, აქ რო დაეცა, დაკარგა სითბო და ავიდა რაღაცა h პირველ სიმაღლეზე. ესე იგი აქ ექნება ენერგია, ესე იგი mg/h1, ეს E1 ენერგია. ასე რომ საწყისი ენერგია mg/h დაიხარჯა იმაზე, რომ საბოლოოდ აქვს mg/h1 ენერგია და ამ დროს გამოიყო სითბოს რაოდენობა Q. ნუ ეს გამოყოფილი სითბოს რაოდენობა, ხო, მოცემული გვაქვს ჩვენ და ყველაფერი და აქედან h იქნება mg/h1 plus Q შეფარდებული mg-ზე. ანუ ეს იქნება h1 plus Q შეფარდებული mg-სთან. 3.96 ამოცანა. რა სიჩქარით მოძრაობდა ტყუის ბურთულა, თუ ზუსტად ისეთივე უძრავ ბურთულასთან დაჯახების შემდეგ ორივე ბურთულა მოძრაობს ერთნაირი სიჩქარით და მათი ტემპერატურა გაიზარდა 2.5 კელვინით. ესე იგი, გვაქვს ერთნაირი ბურთულები, m1 უდრის m2-ს და უდრის m-ს. ვიცი, რომ ტემპერატურის ცვლილება არის 2.5 კელვინი. ხო, და გვეკითხებიან, რა სიჩქარით მოძრაობდაო ბურთულაო. V0 არის კითხვის ნიშანი. ესე იგი, აი დავხატოთ ესე იგი სურათი, ესე იგი ერთი ბურთულა გაჩერებული იყო, მეორე ბურთულა მოძრაობდა V0 სიჩქარით და დაჯახების შემდეგ ეგენი მერე ერთიანად დაიწყებენ რაღაცა V სიჩქარით მოძრაობას. ახლა აქ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ იმპულსის შენახვის კანონი. ესე იგი საწყისი იმპულსი სისტემის არის mv0,
საბოლოო იმპულსი არის 2m-ზე. ეს m-ები გაიკვეცება და საბოლოო სიჩქარე ბურთულების იქნება v0 ნახევარი. ეხლა თავდაპირველად რა ენერგია ჰქონდათ, ესე იგი ამ ბურთულებს. ეს გაჩერებული იყო ეს ბურთულა. ჰქონდა მხოლოდ პირველ ბურთულას ენერგია. ესე იგი e პირველი იყო mv0 კვადრატ ნახევარი. ეხლა როდესაც ეგენი ერთიანად დაიწყებენ მოძრაობას e2 იქნება, ესენი როგორც ერთი სხეული იმოძრავებენ 2m v კვადრატ ნახევარი. ხო, სადაც ვიცით რომ v0 ნახევარი არის. შევიტანოთ ესე იგი, აქ ორიები გაიკვეცება m v0 ნახევარი კვადრატში, ანუ mv0 კვადრატ მეოთხედი გამოვიდა. ხო, ახლა ეს ენერგია ეს ენერგიის სხვაობა e პირველს მინუს e მეორე დაიხარჯა გამოყოფილი სითბოს რაოდენობაზე. რომ ამ დროს ორივე გათბაა. ამიტომ შეიძლება დავწეროთ, რომ ეს q არის c 2m დელტა t-ზე. ხო, ტყვი არის, ასე რომ ეს c ვიცით, რომ ტყვის კუთხის სითბოთებაა და შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ. ხო, ესე იგი, ეხლა დავწეროთ ენერგიის, ამაში შევიტანოთ ენერგიის ბალანსში, შევიტანოთ ეს ჩვენი მნიშვნელობები. ესე იგი, mv0 კვადრატ ნახევარს მინუს mv0 კვადრატ მეოთხედი, ესე იგი, ტოლი არის c ტყვისა 2m დელტა t. m შეიძლება, ხო, სწორი აქ. ესე იგი, mv0 კვადრატ მეოთხედი, ტოლი არის c ტყვისა 2m დელტა t. m-ები გაიკვეცება და აქ საწყის სიჩქარეს გთხოვენ. ესე იგი, v0 კვადრატი იქნება 8-ჯერ c ტყვისა დელტა t-ზე და აქედან v0 არის ფესვი აქედან. ფესვი 8-ჯერ c ტყვისა დელტა t. ეს იქნება პასუხი საწყისი სიჩქარისთვის. 3-97 ამოცანა. 350 კილოგრამი მასის ურო 2 მეტრის სიმაღლიდან ეცემა ფოლადის 2 კილოგრამიან მასის ნაჭერს. რამდენი გრადუსით გაათბება ფოლადის ნაჭერი, თუ დარტყმისას გამოყოფილი სითბოს 50%-ს იღებს. ესე იგი, მოცემულია უროს მასა, მოდით m დიდით აღვნიშნოთ, არის 350 კილოგრამი, სიმაღლე რომლიდანაც ეცემა არის 2 მეტრი და ფოლადის მასა m არის ესე იგი 2 კილოგრამი. რამდენი გრადუსით გაათბება ფოლადის ნაჭერი, თუ გამოყოფილი სითბოს 50%-ს იღებს. ესე იგი, q ფოლადისა არის 0.5 გამოყოფილი სითბოსი. და რამდენი გრადუსით გათბებაო? დელტა t არის კითხვის ნიშანი. აქ ესეთი სურათი შეიძლება წარმოვიდგინოთ, ეგ არის თქვათ ურო, ეს დიდი, იყო რაღაც h სიმაღლეზე, ესე იგი ეცემოდა მასზე და მთელი გამოყოფილი სითბო ჯერ პირველ რიგში ვიპოვოთ. გამოყოფილი სითბო q იქნება ამის ენერგიის ტოლი. ეს არის m დიდი ჟ h-ის ტოლი. ხო და ამ ენერგიის 50% ამ ფოლადის ნაჭერს მოხმარდა. ამიტომ q ფოლადისა არის 0.5 m დიდი ჟ h-ის. და ეს ფოლადის ზე გადაცემული სითბო მოხმარდა მის გათბობას c ფოლადის m ფოლადის დელტა t. გაუტოლოთ ერთმანეთს, ესე იგი c
ფოლადის m ფოლადის დელტა t უდრის 0.5 m დიდი ჟ-ში. აქედან დელტა t ტოლი არის 0.5 m დიდი ჟ-ში შეფარდებული c ფოლადისა m-ზე. აი ეს არის პასუხი. 3.98 ამოცანა. უძრავი ჭოჭონაკით 250 კილოგრამი ტვირთი აიტანეს 20 მეტრ სიმაღლეზე, რისთვისაც თოკის მცირე ბოლოზე მოდებული იყო 2750 ნიუტონი ძალა, რაც სითბოს რაოდენობა კალორიებით გამოიყოფა ამ დროს. ესე იგი, ტვირთის მასა m არის 250 კილოგრამი, სიმაღლე, რომელზედაც აიტანეს, არის 20 მეტრი და ამ დროს მოდებული ძალა F იყო 2750 ნიუტონი. და რა სითბო გამოიყოფა, კალორიებით. Q არის კითხვის ნიშანი. ეხლა, აქ რა სიტუაცია გვაქვს? ეს გარეშე ძალა ასრულებს მუშაობას. A, რომელიც არის F გამრავლებული R-ზე. და ეს მუშაობა ხმარდება ორ რაღაცაზე. პირველ რიგში, რომ ეს ტვირთი ადის R სიმაღლეზე, ამიტომ ანიჭებს მას mgh ენერგიას, პლუს გამოიყოფა გარკვეული სითბოს რაოდენობა. ეს რაღაცა ხახუნის დროს, ხახუნის შედეგად ჭოჭონაკში და ასე შემდეგ. ასე რომ Q ეგ იქნება 100 გამოკლებული mgh-ში. აი ესეთნაირად დავთვლით სითბოს. ახლა თუ კალორიებით გვინდა, უნდა გავიხსენოთ, რომ 1 კალორია არის 4.2 ჯოული. აქედან ესე იგი 1 ჯოული არის 1 გაყოფილი 4.2 კალორიაზე. ესე იგი აქ რასაც მივიღებთ, ესე იგი კალორიებში, ამას გავამრავლებთ 1 შეფარდებული 4.2-ზე. და ამით ესე იგი კალორიებში Q, აი ესე ვთქვათ, კალორიებში ეგ იქნება აი ეს Q, რომელიც ჩვენ გამოვთვალეთ, A minus mgh-ში გამრავლებული 1 შეფარდებული 4.2-ზე. ეს უკვე მივიღებთ კალორიებში. 3.99. ერთი და იმავე სიმაღლიდან ჩამოგდებულია ტოლი ტემპერატურის და მასის სპილენძის და ფოლადის ბურთულები. მიწაზე დაცემის შემდეგ, რომლის ტემპერატურა იქნება მეტი და რამდენჯერ? ბურთულების საწყის ტემპერატურა 0 გრადუსი არის. ეს კი T პირველი უდრის T მეორე უდრის 0 გრადუს ცელსიუსს, H პირველი უდრის H მეორეს, ეს კი ეგეც ვიცით და ერთი ვიცით, რომ ფოლადი არის და მეორე არის ტყვია, პლუმბუმი. და რომლის ტემპერატურა იქნება მეტი? T3 და T4 უნდა შევადაროთ ერთმანეთს. ეხლა თითოეული სხეული, თქვათ, პირველი სხეულია და მეორე სხეული, ეს იყოს ფოლადის ნაჭერი, ეს იყოს ტყვიის ნაჭერი. ხო? დაცემისას, დაცემამდე, მაგათ ჰქონდათ ენერგია, თქვათ, ეს E პირველი იქნება M ფოლადის ჟ-ში. და მასებიც ტოლია იყო. M ფოლადის უდრის M ტყვიისაზე. mgh-1. ეხლა ეს დაცემისას გარდაიქმნება სითბოში. Q1, რომელიც იქნება C ფოლადის M ფოლადის დელტა T ფოლადის. ანალოგიურად მეორესთვის M2 არის M ტყვის ჟ-ში და გარდაიქმნება Q2 არის C ტყვის M ტყვის დელტა T ტყვის. ეხლა ეს სითბოები ერთმანეთის ტოლი არის, იმიტომ რომ ეს ენერგიები საწყისები ტოლი არის, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ეს სიდიდეები ერთმანეთს გავუტოლოთ. ეს კი C ფოლადის M ფოლადის დელტა T ფოლადის უდრის C ტყვის M ტყვის დელტა T ტყვის. აქ მასები გაიკვეცება და დელტა T ფოლადის შეფარდება დელტა T ტყვიასთან, ეგ იქნება C ტყვიისა შეფარდებული C
ფოლადთან. ეხლა დელტა ტები, რადგან საწყის ტემპერატურა 0 გრადუსი არის, დელტა ტ ფოლადის, ეგ იქნება ფოლადის საბოლოო ტემპერატურას -0. დელტა ტ ტყვიისა იქნება ტყვის საბოლოო ტემპერატურა -0. ამიტომ ეს შეიძლება პირდაპირ დაეწერება ტ ფოლადის ტ ტყვიასთან არის C ფოლადის არა C ტყვის შეფარდებული C ფოლადთან. ხო, აი ესეთი შედეგი გვექნება. მე ასე ამოცანა. 10 ტონა მასის ურო 2,45 მეტრი სიმაღლიდან ეცემა 200 კილოგრამა მასის ფოლადის ზოდს. რამდენჯერ უნდა დაეცეს იგი ზოდს, რომ უკანასკნელის ტემპერატურა 40 გრადუსით გაიზარდოს. ზოდის გათბობაზე იხარჯება დარტყმის დროს გამოყოფილი ენერგიის 60%. ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი უროს მასა m დიდით ავნიშნოთ, ეს არის 10 ტონა, ანუ 10 გამრავლებული 10-ის მესამე ხარისხად კილოგრამი. სიმაღლე, რომელზედაც ის იმყოფება, არის 2,45 მეტრი და ფოლადის ნაჭერი m-ით ავნიშნოთ, არის 200 კილოგრამი. და ვიცით, რომ საჭიროა, რომ ტემპერატურა შეიცვალოს, დელტა ტ უნდა იყოს 40 გრადუსი, კელვინი. და ზოდის გათბობაზე იხმარდება Q ფოლადზე, ეს არის 60% მთელი გამოყოფილი სითბოსი, ანუ 0,6 Q სრული. და რამდენჯერ უნდა დაეცეს. N არის კითხვის ნიშანი, რომ 40 გრადუსით გათბეს. ხო, ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ ჯერ თქვათ ერთხელ დაეცა. მაშინ გამოყოფილი სითბოს რაოდენობა Q0-ით ავნიშნოთ. ეგ იქნება mg-ში. თუ n-ჯერ დაეცა, ესე იგი n-ჯერ mg-ში. ეს არის მთელი გამოყოფილი სითბო. მაგრამ ფოლადს ხმარდება მხოლოდ მისი 60%. ესე იგი Q ფოლადის არის 0,6 Q სრული. ანუ 0,6 n-ჯერ mg-ში. მეორე მხრივ Q ფოლადისა, ეს არის C ფოლადის, M ფოლადის, დელტა T. გავუტოლოთ ერთმანეთს C ფოლადის, M ფოლადის, დელტა T უდრის 0,6 n-ჯერ M უროსი G-ში. ნუ აქედან n-ს გვეკითხებიან, რამდენჯერ უნდა დაეცეს. n-ი ტოლი იქნება C ფოლადის, M ფოლადის, დელტა T შეფარდებული 0,6 ეს უროს მასა G-ზე. აი ესეთი პასუხი გვექნება. ეხლა 101 ამოცანა. ერთი წამით. ხო, 3-ის მესამე თავის 101 ამოცანა. ტყვია მოხვდა ხის კედელს 400 მეწამის სიჩქარით. გახვრიტა იგი და გამოვიდა 100 მეწამის სიჩქარით. ტყვის ტემპერატურა დაჯახების მომენტში იყო 96 გრადუს ცელსიუსი. ტყვის რა ნაწილი გადნება, თუ დაჯახების შედეგად მას გამოყოფილი ენერგიის 50% გადაეცა. ხო, ესე იგი V0 საწყის სიჩქარე ტყვის არის 400 მეტრი წამში. გახვრეტის შემდეგ, რომ გამოვიდა ესე იგი ხისგან რო გამოვიდა, სიჩქარე არის 100 მეტრი წამში.
საწყის ტემპერატურა ტყუის T1 იყო 96 გრადუსი ცელსიუსი. ნუ ტყუას გააჩინა გარკვეული დნობის ტემპერატურა, რომელიც ცხრილში შეგვიძლია ვნახოთ. და გამოყოფილი სითბოსი 50% მოხმარდა გათბობა იმას, უშუალოდ ტყუას. ესე იგი, Q ტყუაზე არის 0.5 Q სრული. სრული არის რაც გამოიყო სითბო. და რა ნაწილი გადნაო. ესე იგი, mx-ი შეფარდებული m ტყუასთან არის კითხვის ნიშანი. რა ნაწილი გადნაო. ხო, ეხლა აი თქვათ ეს არის რაღაცა ხის ნაჭერი, აქ ტყუა შევიდა V0 სიჩქარით და გამოვიდა V1 სიჩქარით. მაგ დროს კინეტიკური ენერგია დაიკარგა. დაიკარგა, კი ვერ დაიკარგებოდა, ეს გადავიდა შინაგან ენერგიაში. ასე რომ მთელი გამოყოფილი სითბო ეს არის mv0 კვადრატ ნახევარს მინუს mv1 კვადრატ ნახევარი, სადაც m არის ტყუის მასა. აი ამ სრული ენერგიის ნაწილი მოხმარდა ტყუას. ესე იგი, ტყუაზე გადაცემული სითბო არის 0.5 აი ამ გამოსახულებისა. მოდი ეს გავამარტივოთ. m ნახევარი გავიტანოთ ხილებს გარეთ v0 კვადრატს მინუს v1-ის კვადრატი. ეხლა ეს გამოყოფილი სითბოს რაოდენობა რაც ტყუას მოხმარდა, რადგან ტყუის ტემპერატურა იყო 96 გრადუსი, ის ჯერ მივა ტემპერატურა მისი, ეს კი ტყუა გათბება ჯერ დნობის ტემპერატურამდე, ეს კი იქნება c ტყუისა m t დნობის მინუს t1 და პლუს ნაწილი გადნება ლამდა mx-ი. ლამდა არის დნობის კუთრის სითბო ტყუისათვის. ხო, შევიტანოთ ესე იგი ახლა ეს ამაში გვექნება c ტყუისა m t დნობის მინუს t1 პლუს ლამდა mx-ი არის 0.5 m ნახევარი v0 კვადრატს მინუს v1-ის კვადრატი. მოით ვიპოვოთ აქედან mx-ი, ამისათვის პირველი წევრი გადავიტანოთ იქეთ, ლამდა mx-ი იქნება, ეს რო გადავა იქეთ გარეთ, m-იც გავიტანოთ. 0.5 1 მეორეზე და v0 კვადრატს მინუს v1-ის კვადრატი. და მინუს c ტყუისა t დნობის მინუს t1. ხო და ეხლა mx-ი შეფარდებული m-ზე, ეგ იქნება აი აქედან დავადგენთ, ესე იგი m-ი აქეთ უნდა გადავიტანოთ, ლამდა იქით, ესე იგი ეგ იქნება 0.5 1 მეორეზე v0 კვადრატს მინუს v1-ის კვადრატი მინუს c ტყუისა t დნობას მინუს t1. ესე იგი ეს შეფარდებული ლამდაზე. აი აქედან დავადგენთ, ესე იგი მთელი მასის რა ნაწილი გადნა. აი ეს არის პასუხი. ას მეორე ამოცანა. 200 მეწამის სიჩქარით ტყუა მოხვდა ფიცარს და გახვრიტა იგი. ტყუის ტემპერატურა გაიზარდა 80 კელვინით. ამას მიხედვით ამას მოხმარდა გამოყოფილი ენერგიის 60%. როგორ შეიცვლება ტყუის სიჩქარე? ეს კი საწყის სიჩქარე V0 იყო 200 მეტრი წამში და ტემპერატურის ცვლილება დელტა T არის 80 გრადუს კელვინი. და აი უშუალოდ ტყუას მოხმარდა, ეს იგი Q ტყუისა არის 0.6 Q სრული. და უნდა ვიპოვოთ როგორ შეიცვალა სიჩქარე, ეს იგი საბოლოო სიჩქარე გვაინტერესებს. V1-ით აღნიშნოთ. ნუ აი თქვა წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის კედელი, ტყუა ხვდებოდა V0 სიჩქარით, გამოვარდა აქედან V1 სიჩქარით. ასე რომ რა ენერგია გამოიყოფა მთლიანად? mv0 კვადრატ ნახევარს საწყის კინეტიკური ენერგიას გამოკლებული საბოლოო
კინეტიკური ენერგია. ეს არის Q სრული. ხოლო უშუალოდ გათბობას, ეს იგი ტყვიას მოხმარდა ამისი 60%. ეს არის 0.6 Q სრულის. ასე რომ Q ტყვიისა ეს არის M ნახევარი, თუმცა იყოს ესე V0 კვადრატს მინუს M V1 კვადრატ ნახევარი. ხოლო Q ტყვიისა შეიძლება CM დელტა T ფორმულით ვიპოვოთ. C ტყვიისა M დელტა T. შევიტანოთ ეს ყველაფერი აქა. C ტყვიისა M დელტა T ეგ იქნება 0.6 M V0 კვადრატ ნახევარი მინუს M V1 კვადრატ ნახევარი. ნუ შეგვიძლია M-ი გავიტანოთ აქ ფრჩხილებს გარეთ, ამ M-თან გავკვეცოთ და ჩვენ უნდა ვიპოვოთ საბოლოო სიჩქარე. ეს იგი ამისათვის C ტყვიისა დელტა T გავხსნათ ეგ ფრჩხილები. ეს იქნება 0.3 V0 კვადრატს მინუს 0.3 V1-ის კვადრატი. გადმოვიტანოთ ეს აქეთ 0.3 V1 კვადრატი უდრის 0.3 V0 კვადრატს მინუს C ტყვიისა დელტა T. ეს კი V1-ის კვადრატი იქნება ეს იგი V0 კვადრატს მინუს C ტყვიისა დელტა T შეფარდებული 0.3-თან. ნუ V1 იქნება ფესვი აქედან. V0 კვადრატს მინუს C ტყვიისა დელტა T შეფარდებული 0.3-თან. ნუ ხო როგორ შეიცვალა სიჩქარე, ესე იგი მე საწყის სიჩქარეს გამოვაკლებთ ამ V1-ს და ეს იქნება დელტა V, ნუ ცვლილება სიჩქარის. 103 ამოცანა. ციგამ ჰორიზონტალურ გზაზე თანაბარი მოძრაობისას გაიარა 1 კილომეტრი. რამდენი თოვლი გადნება თუ ხახუნის ზალა 105 ნიუტონია, თოვლის ტემპერატურა კი 0 გრადუს ცელსიუსი. ჩათვალეთ, რომ ხახუნის დროს გამოყოფილი ენერგია მთლიანად მოხმარდა თოვლის გადნობას. ხო, ნუ თქვათ M მასის ციგა იყო, ესე იგი გაიარა S-ი უდრის, ესე იგი 1 კილომეტრი. ხახუნის ზალა F ხახუნი არის ესე იგი 105 ნიუტონი და ტემპერატურა არის ესე იგი 0 გრადუს ცელსიუსი. რამდენი თოვლი დადნება? M თოვლისა უდრის კითხვის ნიშანს. ნუ ციგის მასას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. ხახუნის ზალის მიერ შესრულებული მუშაობა იქნება F ხახუნისა გამრავლებული S-ზე. და ეს ხახუნის ზალის მუშაობა მთლიანად იხარჯება თოვლის დნობაზე. ამიტომ ლამდა M თოვლი, ნუ თოვლი იგივე ყინული არის. გავუტოვოთ ეგენი ერთმანეთს და F ხახუნი S-ი უდრის ლამდა M ყინულის. აქედან M ყინულისა რაც გადნა იქნება F ხახუნი S-ზე შეფარდებული ლამდაზე. აი ეს არის ჩვენი პასუხი. 104 ამოცანა. 60 ნიუტონი წონის ციგა მოსრიალებს ფერდობზე, რომელიც ჰორიზონტთან ქმნის 30 გრადუსიან კუთხეს. 50 მეტრის გავლის შემდეგ ციგის სიჩქარე აღწევს 4.5 მეტრ წამს. განსაზღვრეთ ხახუნის შედეგად გამოყოფილი სითბოს რაოდენობა. ესე იგი ციგის წონა, ნუ მოდით პედიდით ავნიშნოთ, არის ესე იგი 60 ნიუტონი. დახრილობის კუთხე არის 30 გრადუსი და ესი გავლილი მანძილი არის 50 მეტრი და სიჩქარე ამ 50 მეტრის გავლის შემდეგ არის ესე იგი 4.5 მეტრი წამში. და უნდა გავიგოთ ამ დროს რა სითბოს რაოდენობა გამოიყო. ნუ აი სურათი შეიძლება ესეთნაირად დავხატოთ, ესე იგი, აი წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ის მანძილი, რაც ციგამ გაიარა
ეს არის S-ი, ეს არის ალფა კუთხე. ესე იგი ფაქტიურად აი მოძრაობის დროს თავიდან აქ იყო, მერე აქ მოვიდა, ხო? რა სიმაღლე, როგორი არის სიმაღლეთა სხვაობა? სიმაღლეთა სხვაობა აი ეს არის A-ში. ხოლო A-ში იქნება ცხადია S-ი გამრავლებული სინუს ალფაზე. ამიტომ საწყის მდგომარეობაში მას ჰქონდა ენერგია E პირველი იყო mg A-ში სტოლი, ანუ წონა გამრავლებული ესე იგი S სინუს ალფაზე. აი აქ რომ მოვიდა, უკვე პოტენციური ენერგია აქ აღარ აქვს, სამაგიეროდ აქვს კინეტიკური ენერგია, რომელიც არის mv² ნახევარი. და მათი სხვაობა არის ზუსტად ის სითბო, რომელიც გამოიყოფა. ასე რომ გამოყოფილი სითბო ეს არის E პირველს გამოკლებული E მეორე. ასე რომ Q იქნება ესე იგი P გამრავლებული S სინუს ალფაზე მინუს mv² ნახევარი. მას არ არის მოცემული, მაგრამ წონა ვიცით. წონა არის mg. ასე რომ მასა იქნება P შეფარდებული G-სთან. ეგ შეგვიძლია აი აქ შევიტანოთ. ასე რომ Q-სთვის გვექნება PS სინუს ალფაზე ეს გავლი მანძილი მინუს P გაყოფილი G-ზე 2-ზე და V². აი ეს იქნება გამოყოფილი სითბოს რაოდენობა. 3-ის 105 ამოცანა. 5 კილოგრამი მასის ურიკა წრფივად და თანაბრად მოძრაობს 10 მეწამი სიჩქარით. ურიკას ზემოდან დაადეს 2 კილოგრამი მასის აგური, რის გამოც ურიკას სიჩქარე შემცირდა. რა სითბოს რაოდენობა გამოიყოფა ამ დროს? ესე იგი ურიკის მასა M1 დავნიშნოთ არის 5 კილოგრამი, ის მოძრაობდა ვენულოვანი უდრის 10 მეტრ წამი სიჩქარით და ზემოთ დაადეს M2 არის ესე იგი 2 კილოგრამი მასის სხეული. ამ დროს სიჩქარე შეიცვლება და რა სითბო გამოიყოფა ამ დროსო. დავხატოთ სურათი, ეს არის ურიკა. ის მოძრაობდა ვენულ სიჩქარით. მერე მას დაადეს რაღაცა ტვირთი. ამიტომ სიჩქარე შეიცვალა. ეხლა ეს შეიძლება ჩვენ იმპულსის შენახვის კანონით დავადგინოთ. საწყისი იმპულსი სანამ დაადებდნენ იყო m1v0. მერე როცა რაღაცა დაადეს, აი ამ მიმართულებით იმპულსი არ იცვლება და ამიტომ იქნება m1 პლუს m2 გამრავლებული v-ზე. ასე რომ საბოლოო სიჩქარე იქნება m1v0 შეფარდებული m1 პლუს m2. ეხლა საწყისი ენერგია რა იყო? საწყისი მდგომარეობაში კინეტიკური ენერგია იყო, რომელიც იყო mv0² ნახევარი. მეორე მდგომარეობაში, როდესაც დაადეს ტვირთი და სიჩქარე შემცირდა, ისევ კინეტიკური ენერგია აქვს, მაგრამ m1 პლუს m2 v² ნახევარი. სადაც v უკვე აი სიჩქარე აქვს მერე. და მათი სხვაობა e1 მინუს e2. ეს არის ზუსტად ის სითბოს რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა. ეს იყო 105 ამოცანა. 106 ამოცანა. ავტომობილის ბენზინის აუზის ტევადობა 55 litrია. რამდენ კილომეტრ გზაზე იქნება საკმარის ესაწვავი თანაბარი მოძრაობის შემთხვევაში, თუ წინაღობის ზალა არის 600 ნიუტონი და ავტომობილის მარქმედების კოეფიციენტი 17%-ია. ისე მოცემულია, რომ აუზის ტევადობა არის ესე იგი 55 ლიტრი. ეს ბენზინი არის მანქანაში ცხადია, ესე იგი. და ავტომობილი თანაბრად მოძრაობს და წინამდებობის ზალა F წინამდებობის ზალა არის 600 ნიუტონი. და ავტომობილის მარქმედების კოეფიციენტი არის 17%. და რა მანძილზე ეყოფა ესე იგი ეს ბენზინი.
ეხლა დავიწყოთ იმით, რომ როდესაც ავტომობილი თანაბრად მოძრაობს, ხო? ესე იგი, წევის ზალა და წინამდებობის ზალა ერთმანეთის ტოლია. ეს არის F წევის ზალა, ეს არის F წინამდებობის ზალა. ასე რომ, წინამდებობის წევის ზალის მიერ შესრულებული მუშაობა იქნება F წევის ზალა გამრავლებული S-ზე. ხო? მეორე მხრივ, აქ ბენზინი იწვის და ბენზინი რო დაიწვება, გამოყოფილი მთელი სითბოს რაოდენობა იქნება Q გამრავლებული M ბენზინისა. რამდენი ბენზინის დაიწვა? Q არის საწვავის წვის სითბო, ეგრეთ წოდებული. ბენზინის მასა შეიძლება ვიპოვოთ რho ბენზინის გამრავლებული მოცულობაზე. ეს 55 ლიტრი არის 0.045 კუბური მეტრი, მეტр კუბი. და აქედან შეიძლება გავიგოთ რა მასის ბენზინი ქონდა საერთოდ. და მე აი ამ Q-ს ვპოვლობთ, ეგ არის Q არის საწვავის წვის სითბო. ეხლა დავწეროთ მარქმედების კოეფიციენტის ფორმულა. ეს არის შესრულებული მუშაობა სასარგებლო მთელი გამოყოფილ სითბოს რაოდენობაზე. სითბოს რაოდენობა გამოიყოფა წვის შედეგად, ხო, ეს 100%-ზე გამრავლებული კიდე. და ეს არის შესრულებული მუშაობა. ესე იგი, აქ ეტას თუ შევიტან და ამ პროცენტებთან 100-თან გავკვეცავთ, 0.17 უდრის F წევის ზალა, რომელიც წინამდებობის ზალის ტოლია S-ზე, შეფარდებული Q გამრავლებული რho ბენზინისა V-ზე. აქედან ეს დავადგენთ რა მანძილზე ეყოფა, ესე იგი ეს საწვავი 0.17 Q რho ბენზინისა V აუზისა შეფარდებული F-ზე. როგორც თქვით, წევის ზალა წინამდებობის ზალის ტოლია, ამიტომ აქ წინამდებობის ზალა შეგვიძლია შევიტანოთ. დავწეროთ ესე იგი F წევის უდრის F წინამდებობის. რატო? იმიტომ რომ თანაბრად მოძრაობს, რაღაც გითხრეს ჩვენ. 100 მე-7 ამოცანა. რამდენ ბენზინს ხარჯავს 60 კილოვატ სიმძლავრის ავტომანქანა 15 საათის განმავლობაში, თუ მისი მარქმედების კოეფიციენტი 40%-ია. ესე იგი, სიმძლავრე არის, ესე იგი, 60 კილოვატი, ანუ ეს არის 60 10-ის მესამე ხარისხად ვატი. დრო არის, ესე იგი, 15 საათი. ეს არის 15 და საათში არის 3600 წამი. და რამდენ ბენზინს დახარჯავს ეს მანქანა, თუ მარქმედების კოეფიციენტი არის 40%. ეხლა მარქმედების კოეფიციენტი რა არის? ეს არის შესრულებული სასარგებლო მუშაობა შეფარდებული გამოყოფილ მთელ ენერგიაზე. სასარგებლო მუშაობა ესე იგი რო გავყოთ იმ დროზე, რა დროშიაც ეს მუშაობა შესრულდა, ეს იქნება სიმძლავრე. ამიტომ სასარგებლო მუშაობა იქნება n გამრავლებული t-ზე. შევიტანოთ, ხო, აქ კიდე 100%-ზე მრავლდება, ესე იგი ეს eta იქნება n გამრავლებული t-ზე შეფარდებული q-ზე 100%-ზე. ეხლა ეს Q რა არის? საიდან მიიღება ეს სითბო? წვის შედეგად ეს არის ბენზინის წვის სითბო გამრავლებული დახარჯული ბენზინზე. ამას გვეკითხებიან, რამდენი ბენზინი დახარჯა. ეს კი eta იქნება n გამრავლებული t-ზე, Q გამრავლებული m-ზე და 100%-ზე. აქედან მასა იქნება n t 100% Q eta-ზე. ეს იქნება დახარჯული ბენზინი. 100 მერვე ამოცანა. ველოსიპედის ზრავა, როდესაც მისი სიჩქარე
25.2 კმ/სთ-ია 100 კმ მანძილზე ხარჯავს 1 კილოგრამ ბენზინს. გამოიანგარიშეთ ძრავის მარქმედების კოეფიციენტი თუ მისი სიმძლავრე არის 736 ვატი. ხო, ესე იგი სიჩქარე არის 25.2 კმ/სთ. გაგახსენებთ ეს როგორ გადადის მეტ საათებში 25.2 კილომეტრში 1000 მეტრია, ეს მრავლდება ამაზე და საათში 3600 წამია. ეს ნოლები შეიძლება გავკვეცოთ და ეს გამოვა 252 გაყოფილი 36-ზე. ეს იქნება უკვე მეტრ წამებში. ხო, 100 კმ მანძილზე ხარჯავს 1 კილოგრამ ბენზინს. ესე იგი ეს არის 100 კილომეტრი, ანუ 100 გამრავლებული 10-ის მესამე ხარისხად მეტრი. დახარჯული ბენზინი არის ესე იგი 1 კილოგრამი. გამოიანგარიშეთ ძრავის მარქმედების კოეფიციენტი თუ მისი სიმძლავრე n არის 736 ვატი. ისევ და ისევ მარქმედების კოეფიციენტი ეს არის სასარგებლო მუშაობა შეფარდებული სრულ გამოყოფილ ენერგიაზე და გამრავლებული 100%-ზე. სასარგებლო მუშაობა ეგ იქნება სიმძლავრე გამრავლებული დროზე. აქ დრო არის ესე იგი s-ი გაყოფილი v-ზე. ხოლო გამოყოფილი სითბო იქნება q საწვავის სითბო გამრავლებული m-ზე. ბენზინიანი ძრავა არის, ამიტომ ეს q ბენზინის არის. ეს კი ეტასთვის გვექნება n გამრავლებული s შეფარდებული v-ზე, q გამრავლებული m ბენზინზე და 100%. ხო, მარქმედების კოეფიციენტი უნდა გამოვიანგარიშოთ. ესეთნაირად, ცოტა უფრო ლამაზად დავწერ. იქნება n s v q m ბენზინისა 100%-ზე. ეს არის პასუხი. 3-ის 109 ამოცანა. სახურებლის ტემპერატურა 150 გრადუს ცელსიუსია. მოდით შემდეგ გავაკეთოთ ეს ამოცანები.